ბრატ, მანქანა შეგეშავა. ძმა, მანქანა შეგეშავა. ამასა მოუტყნა. ხოსანდრი აი გამოვედი ბურანს ვათხოვ და 2 წუთში მან დავარ მოდივარ დამელოდეთ რა. გამოდივარ რა. A few moments later. გამარჯობათ, ეს არის ტესტ-დრაივი ჩიკოსგან. დღეს გადაცემაში გვყავს X5 M Tesla. აი, მაგაიფე, აი, ბოდიში გიხდით გაუგებრობისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რითმში. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი წელი ბედობა, გისურვოთ full პაკეტი, ანუ თავისი სიხარულებით, სიყვარულებით და ჯანმრთელობებით, მაგრამ რეალურად გულით და სულით მინდა გისურვოთ წარმატებული წელი, როგორც წელიც იყო ჩვენთვის 2019 წელი, იმედია ეგეთი იქნება თქვენთვის 2020 წელი და ჩვენ კიდე გვინდა რომ 2020 წელს უფრო გაგახაროთ და უფრო მაგარი ვიდეოები გადავიღოთ. მე ვარ გიორგი სარიშვილი, თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ-დრაივს. დღევანდელ სერიაში კი თქვენ ხედავთ X5M-ს. ახალი წლის დღეებია, ყველა ისვენეს, რაღაც გოჩს წვავს, რაღაცა ნათესავებს ნახულობენ, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, იმიტომ რომ ძალიან გვინდა რომ გაგახაროთ და არ ჩავაგდოთ ჩვენი ვიდეოები. ზუსტად მაგიტომ შემოგთავაზეს უმაგრესი X5M და ვიფიქრე ძალიან ბევრი. ნუ არც თუ ისე ბევრი, იმიტომ რომ ეგრევე მოვწვით სადღაც წავსულიყავით. სად შეიძლება კვადრო მანქანით გაერთო. რა თქმა უნდა, თოვლში, თოვლის სად არის ბაკურიანში. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმყოფებით ბაკურიანში ამ მონსტრით და გავერთობით ზუსტად ისე როგორც ვერთობით ხოლმე სხვა დანარჩენ ვიდეოებში. ჩვენ უკვე რამოდენიმე X-ი გადავიღეთ, X5-ი გადავიღეთ. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ აი ამდენი X5-ი, ამდენი X5, თუმცა ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივში პირველად მოხდა M-ი. თან ერთ-ერთი საუკეთესო M-ი, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რაც X5 გამოსულა ზოგადად. F85 მოდელი არის ერთ-ერთი გამორჩეული პირდაპირ ვიძახი, ერთ-ერთი სწრაფი, დახვეწილი და ამ ყველაფერს გეტყვით თუ რატო არის სწრაფი და დახვეწილი. და სხვათა შორის ერთ-ერთი გამძლეც. მოდი სანამ ძრავს ჩავხედავთ, უცებ ვიზუალს გადავალოთ თვალი. პირველი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ფერი, ამ თოლს უხდება თეთრი ავტომობილი და მით უმეტეს M-ი, ანუ M-ი ხო ხდებით რა ყველაზე, ანუ top level პაკეტი არის, რაც შეიძლება BMW-ში იყიდო. ნუ მე ესე ვთვლი, ყოველ შემთხვევაში იქ სხვანაირობებიც არის, თუმცა ვფიქრობ ხოლმე რომ ისენი არის გადაჭარბებული. M-ი არის ყველაზე სადა, ელეგანტური და ძერსკი. ვიზუალს რაც შეეხება, ნუ ჩანს კიდევაც პირველი რაც მომწონს, რომ თავისი ეს ნესტოები, ეს პეპელა ბაბუჩკა, რასაც ეძახით, ცხაურა, ჩვენ რასაც ვეძახით უკვე, ცხაურა ისეთი გადაობა სიტყვა გაიჩნდა, რომ აი მაგის garaში ცხოვრება ვეღარ წარმომედგენია ტესტ-დრაივისთვის. ცხაურა ამას შენარჩუნებული, ისეთი ზომა აქვს, რომ პირდაპირ ვიძახი, რომ არის ძალიან ლამაზი. ანუ
X-ები ზოგადად ლამაზია, მაგრამ ეს რატომაც განსაკუთრებით მოწონს. მით უმეტეს ამაზე კეთდება რაღაც კაპოტები, რაღაცები იცვლება, ამასაც იგივე შეიძლება ტუში დაუყენო, რაღაც ზედმეტები, ვისაც ევასება, მაგრამ მე როგორც მომწონს და ძალიან ლამაზი გამოდის. LED ფარები, ანუ LED განათება, ჩვენ რასაც ვიძახით, უხდება ძალიან. ანუ ბევრი არ მინდა ვისაუბრო ამის ვიზუალზე, იმიტომ თქვენ თვითონაც ხედავთ და გემოვნების ამბავი ვის მოწონს, ვის არ მოწონს. უბრალოდ მე გამოვარჩევდი იმ რაღაცებს, იმ დეტალებს, რომელიც მე ძალიან მომწონს. X5M, ზოგადად X5 ეს კონკრეტული არის საშუალო ზომის მდიდრული SUV. მდიდრული SUV იმას ნიშნავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ჯიპი, მაგრამ არის ძვირადღირებული ჯიპი, გამორჩეული, სწრაფი, კომფორტული, სხვათა შორის 61-იან დისკებზე, რომელიც უხდება და ძალიან ლამაზად გამოიყურება, უზარმაზარი საბურავებით, განში უგულისხმობ და არა სიმაღლეში. საკმაოდ რბილად გადავადგილდებით ახლა ამ თოლში, თქვენ ნახავთ კადრებს თუ როგორ ვიარეთ და როგორ გავივლით ერთად. ეგ ყველაფერი აქცევს საუკეთესო ავტომობილად. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ჩემ ემოციებს რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე გადმოგცემთ. მოდი ჩავხედოთ ჩვენ ძრავსაც, რა თქმა უნდა M-ს ვარ ჩავხედოთ, ეგრე არ გამოვა. ჩვენი 4x4 twin turbo მონსტრი, რომელიც გამოიმუშავებს 575 ცხენისძალას და 750 ნიუტონ-მეტრს, ანუ ნომინალი თორკი, რაც გაგისწორდებათ. ეს კვადრო მონსტრი არის ძალიან სწრაფი და ერთი სიტყვით შეგრძნებებით, ნუ რა თქმა უნდა, გამოირჩევა. ნუ ერთი სიტყვით ხუფები სტანდარტულად BMW-ს ისეთი განსაკუთრებული არაფერი, რომ რაღაც გაგიჟდეს, ტურბინები ამოწეული არა და ეგ რაღაცა ბათქაბუთქის ხმა წინიდან არის მის, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ M-ია და M-ს ესე ჩვევია ზოგადად. იყო სოლიდური სწრაფი, საქმეში იყო სწრაფი. როდესაც მე ვიძახი სწრაფს და ძლიერს, ეს იმას ნიშნავს, რომ აჩქარება აქვს ძალიან კარგი. ჩემი აზრით 2 ტონა პლუს ავტომობილს, როდესაც აქვს 0-დან 100-მდე 4 წამი საშუალოდ აჩქარება, ანუ ლანჩით, ეს საკმაოდ ისეთია, კარგი შედეგი არის, კარგი მაჩვენებელია და ნუ არ ვიცი, ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს. ნუ 2-ში თუ აჩქარდება რამე მანქანა განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, ეგ უფრო მაგარი იქნება, მაგრამ დღესდღეობით 4 წამი 0-დან 100-მდე 2 ტონა ავტომობილისთვის არის ძალიან კარგი შედეგი. მოდი დაუბრუნდეთ ძრავს, არ გავექცეთ, ვისაუბროთ ამ 4x4 ტურბინიან ძრავზე, twin turbo ძრავზე. ზოგადად ხალხი ინტერნეტში რომ გადავხედოთ რა, რომ წავიკითხოთ, ან თუნდაც მეგობრებში როდესაც საუბრობთ, იძახიან, რომ ეს 4x4 ძრავები და ეს ძველი ძრავებია და 4x4 ვერ გაცნენ და ინოვაცია ვერ შემოიტანეს და რაღაც ახალი შემოგთავაზონ და ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ახალი როდესაც შემოგთავაზეს M5 S60 იმ სიახლეში ზუსტად 100.000 და 200.000-ის მერე დედა ეტყდა იმ ძრავებს. ამიტომ მე ვთვლი იმას, რომ ის კონკრეტული გამართლებული ძრავი, რომელიც არის და რომელიც წლების მანძილზე იხვეწება და არა აუცილებელი ლიტრაჟი შეიცვალოს და გახდეს რაღაცა 7-დან 0, მთავარია იყოს გამძლე, ანუ ეს გამძლეობა უწყობდეს ხელს ამ ავტომობილს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ისიამოვნო და რაღაცა 100.000 რო გაივლის და ეგრევე რო იშლება მოტორი და ტურბინებით სვივა და კლავდიშები და რაღაცები იყრება, ეგ არ ჭირდეს. ამიტომ მე მომწონს რომ ამ თაობებში დახვეწეს ეს 4x4 ძრავები, მუშაობდნენ იმაზე, იმ პრობლემებზე, რომლებიც ჰქონდა და სუსტ წერტილებზე, ისინი გამოასწორეს და ესე მიდიან და ამ 4x4 ძრავებით უკვე ტურბინებიც დაადგეს და მუშაობს იდეალურად. რატომაც არა. ანუ მე იმ კატეგორიას ვერ გავუგერო, რაღაც სიახლეს ელოდებიან, რომელიც შეიძლება ძალიან მალე გაბანძდეს ერთი სიტყვით. გაბანძდეს იმ თვალსაზრისით, რომ გამოუშვან რაღაც ახალი ძრავი ჩადონ და რეალურად ექსპერიმენტისთვის განწირული ვირთხა იყოთ თქვენ, რომელსაც ამდღელთან ხარ გადახდილი ავტომობილში და შეიძლება 100.000 მერე რაღაც გაფუჭდეს დედა. მე არ გამიგია რომ 911 Porsche-ს ვინმე იწუნებდეს იმის გამო რომ რაღაც დიზაინი ერთი და იგივე აქვს თითქმის და 30 წელი ერთ და იგივე ძრავებს და ვიზუალს უკეთებენ. ეს იმას მიუთითებს, რომ ისინი ხვეწავენ თავისივე შეცდომებს. ანუ ცდილობენ გამოასწორონ ის შეცდომები, რაც იმ ძრავებს ჰქონდა და დიზაინი, ნუ დიზაინზე აღარ ვსაუბრობ. აი, ჩემთვის არის ყველა ერთი, მაგრამ ნუ Porsche-ს დიდი სიამოვნებით გავტესტავდით 911-ს მით უმეტეს. ამიტომ შეგიძლიათ შემოგთავაზოთ სიამოვნებით ტრეკზე გადავიწოდეთ მაგ მანქანას. ანუ მიხვდით საითკენ მივდივარ. ვეთანხმები BMW-ს კიდევ ერთხელ ვიძახი იმაში, რომ ეს ძრავი დახვეწეს და ნუ უშვებენ და ნუ კიდე გამოდის ეს ძრავები შემდეგ მოდელშიც 4x4 ლიტრის კუბატურის ძრავები დევს, ტურბინიანი. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, აღენია 8 სიჩქარიანი, სხვათა შორის ამ მოდელების, კონკრეტულად F85-ების, M-ების გადაცემათა კოლოფები არის შედარებით გამძლე, არ ფუჭდება ისე როგორც წინა მოდელების. ანუ გატეხილი კარობკები, აი მე გაფუჭებული კარობკები ჯერჯერობით არ გაგვიგია. გადაცემათა კოლოფი ჯერჯერობით ძლებს.
რა შემიძლია თქვა, მე ამ მანქანის ციფრები დიდად არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ამხელა თანხას რო იხდი და მე გეტყვით რამდენსაც იხდით, მეორაჩი თუნდაც, მირჩევნია ემოციები მომანიჭოს ისეთი რისთვისაც აქ ვართ ამოსულები, თოლში, კვადრო ავტომობილით, გვინდა გავერთოთ, ამიტომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ყურები მომძვრა გამეყინა, შეგვიძლია გადავიდე და ვნახოთ თუ როგორ დადის ჩვენი X5M. ზოგადად ხშირ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილში ვჯდებით ხოლმე სახლიდან რომ გამოვდივართ, გქონავთ და სადღაც გვეჩქარება. სადღაც მივდივართ რა, შეიძლება სამსახურში მივდიოდეთ, შეიძლება სკოლაში, შეიძლება ვიღაც ყავს გამოსაყვანი ან რაღაც შეხვედრაზე, აეროპორტში. მაგრამ ბევრ შემთხვევაში, ამ X-ის შემთხვევაში, M-ის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ წყნარად დინჯად სახლიდან, ჩაждე ეს გადაქოქო, ეს ღილაკს დააჭირო, ცოტა მოისმინო ხმა რაღაცა, რულს შეეხო, შეიგზნო შენი სავარძელი. მიიღო ეგ ემოციები, შეგრძნებები, ისევ საერთოდ არ დაძრა მანქანა, გათიშო და აბრუნდე უკან სახში კმაყოფილი. იმიტომ რომ შენ არსად არ გეჩქარება, როდესაც ეს მანქანა ყავს. მაგრამ ჩვენ მაგისთვის არ ვარ ჩამოსულები, რომ უბრალოდ შეგრძნებები მივიღოთ ხმით და წავიდეთ სახლში. ჩვენ ხა წავალთ და ბაკურიანში კვადრო დრიფტით დავკავდებით. ერთი შეხედვით ამ მანქანას ყველაფერი სულთან პედანტურად აქვს გაკეთებული, ბინძური რაც აქვს, ეს არის მხოლოდ წარსული. ვერ ვარ 8 ცილინდრიანი მონსტრი ზეფის გადაცემათა კოლოფი, რომელიც უფრო კარგად მუშაობს და ამ ცხენის ძალას და თორკს, რაც თავარია, თორკი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს მაბრუნებელი მომენტი, რომელსაც უმკლავდება და ზოგადად ეს გადაცემათა კოლოფი ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ ინფორმაცია, რაღაც დავეყრდნოთ რაღაც ანდო წყაროებს და ვიცით რომ გაკეთებული X5M-ები, F85-ები არის 1000 ნიუტონამდე აყვანილები და გადაცემათა კოლოფებს არ შეხებიან, ანუ იგივეა დატოვებული. მაქსიმუმ რაღაცეები გადააპროგრამო, რომ ერთმანეთს შეუწყოს ხელი მუშაობაში. მოდი გადავიდეთ სალონზეც. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ხედავთ ამ მანქანის ბინადარი, ეს არის ჩვენი ხბოჩოლა. ხბოჩოლა არის ამ მანქანის ბინადარი. აქ გზის, აქ ცხოვრობს და აქ ამხიარებს ხალხს, ვინც აქ მოხდება. გადავიდეთ უკვე, ინტერიერი, M-ია, რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება ჩვეულებრივი X-ისგან, ანუ ჩვეულებრივი X-ი თუ ყავს რაღაც სხვა ძრავი, შეიძლება დიზელი ყავდეს, ბენზინი, ესეთი სალონი ვერ ექნება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის ქარხული X5, რაც შეიძლება შეიძინო და რაც შეიძლება გადაიხადო ბევრი ფული. რაც შეეხება ინტერიერს, ხედავთ, ეს არის ტყავში შავი წითელში პლუს კარბონის დეტალებით. ეს კარბონის დეტალები ყველა ვიდეოში ვახსენებ და არ დამეზარება არასდროს, რომ როდესაც სპორტული ხასიათის მატარებელი ავტომობილს ყიდულობთ, აუცილებელია იქ იყოს კარბონი. პირველი, ყველაზე განსხვავებული რაც ამ მანქანას აქვს, რაც თვალში გვხვდება ეგრევე, ეს არის სავარძელი. ეს არის ყველაზე განსხვავებული სავარძელი, რაც BMW-მ ზოგადად შემოგთავაზა. ფორმას ხედავთ, არის რაღაც კატასტროფულად ლამაზი. რა თქმა უნდა, სპორტული მოყვანილობა აქვს ამ სკამს, იმიტომ რომ არის M-ი, და უნდა იყოს ეგეთი, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ, შეიძლება ბევრ სპორტულ ავტომობილში ვიждეთ და სალონი იყოს რაღაც ნაკავი. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს სავარძლები, იდეალური, უბრალოდ იდეალურია, აი მაგრად მომწონს. გავაგრძელოთ კიდე რაც შეეხება საჭეს, თანამედროვე BMW-ებს ზოგადად ამ დიზაინში უკვე გადმოვიდნენ, ძალიან განსხვავებული საჭი არ აქვს. ერთადერთი რასაც ვიტყოდი ამ საჭეზე, არის რომ კომფორტულია და პირველი, ანუ არ არის ოთხკუთხედი, შეიძლება ამაზეც ყოფილიყო ქვევით ეს მოჭრილი საჭე, სადაც ვითომ ფეხებს რო აცდეს, მაგრამ აი
იდეალურია, რომ გვალს საჭეს არაფერი არ მირჩევნია. იგივე ეს ხელის მოსაკიდებელი შიფტერებთან, ყველაფერი იდეალურად და კომფორტულია, რაღაც განსხვავებული არ არის, ცოტა ოდენი კარბონი შეიძლება აქაც ყოფილიყო, მაგრამ საჭეები იცვლება ენებზე ზოგადად და შეგიძლიათ დააყენონ კარბონიანი საჭეს. ქართულად არ აქვს, როგორც ხედავთ, არ მოხდება. პლუს მაგას თქვენ ხედავთ, ეხლა რომ მივდივართ M რეჟიმით, გადავადგილდებით, მექანიკურად ვრთავ, ანუ ჩემი შიფტერებით ვუმატებ სიჩქარეს და ვაკლებ, როდესაც ჩაჭერა გვინდა რომ მაქსიმალური სიმძლავრე გამოვიღოთ ამ მანქანის. სალონში, რატო ვახსენ ეს ყველაფერი? სალონში ეს ხმის იზოლაცია ისია, რომ არ გაწუხებს. აი გუგუნი, ბათქაბუთკი, ბატი-ბუტი უკინა, ბახ, რო ისვის ეს ტურბინიანი ძრავის რაც ახასიათებს, მით უმეტეს 8 ცილინდრიანია ჩვენი ძრავი, არ გაწუხებს. სალონში ხარ რაღაც კომფორტულად რა. რეალურად გარედან ხმას მოგასმენინებთ, გარედან აქვს ისეთი ხმა და ისეთ შეგრძნებას გიტოვებთ, გეგონება ვიღაცა ბუღას მიეპარ და ზე დაკაჭა და გამწარებული ღმური გარბის. ალბათ მიხვდით რაზე ვსაუბრობდი, როდესაც ვიზახი გამწარებული ბუღა გარბის მეთქი. აი გაცეცხლებული ვიღაც მიასიკნილოს. აი ეს ყველაფერი ქმნის იმ იდეალურ ავტომობილს, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და რომელსაც ვიღებთ ბაკურიაში. არ დავიზარეთ სპეციალურად ამ მანქანით წამოვიდეთ ბაკურიაში, კარგი ვიდეო გადაგვეღო, საინტერესო და როგორც იქნა სადღაც თოვლი გვეღირს. ანუ თოვლი თბილისში ოფიციალურად აღარ მოდის. ამიტომ რა უნდა ქნა? უნდა წახვიდე ბაკურიაში, დასვენება არ ვიცივე. უნდა გავერთოთ შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეოები და მანქანები. გავაგზავნოთ ისევ ინტერიერზე საუბარი, რა თქმა უნდა აქაც ხედავთ, რომ არის Bang-ის საუნდ სისტემა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი, იგივე ნიშა აქვს, ამასაც იწევა, ამოდის რაღაც ბოზობები იჭითება, ხმას რო უწევ, მთავარი რა არის? დიდი ხმა არა. როდესაც ხმას უმატებ, რომ ის ხარისხი არ იკარგებოდეს, შიშინი არ დაიწყოს, ხო და რაღაცას დახუფულ სივრცეში რო იმყოფე, კონსერვის კილაში რო ჩაგაგდებენ, ზუსტად ეგეთი ეფექტი უნდა ქონდეს ავტომობილს, როდესაც შენ მუსიკას უსმენ. ეგ არის ყველაზე იდეალური ხმა მუსიკის. აუდიო სისტემის. სხვა დანარჩენი არ ვიცი, ახლა თუ გინდა შუშები დაამტვრეთ, ჩააგდებ ერთი ბას ბოჭკას და იქ რაღაცა იცესავებ. კიდე ერთი რაც შეიძლება იყოს პლუსი, ნუ რამდენად პლუსია ვიღაცთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის პლუსია. X6-ისგან განსხვავებით უკანა სავარძელზე აქ არ არის გაყოფილი, ანუ აქ არის იგივენაირად სავარძელი მთლიანი. ეგრისთვის არის კარგი, ახლა ვისაც მაიმუნობა ევასება ამ მანქანის და სადღაც დაძვრება იქით-აქეთ, არ დაიმტვევ იქ ფეხებს და მუხლები არ გადაგეხეხება და მით უმეტეს ტრაკი არ აქტივდება ეგ შუაში სიტომით, რომ დაეტიო. მიხვდით ალბათ რასაც გოგიწყო. გადმოვიდეთ ისევ სალონზე, უცებ დანარჩენი რაც დარჩა ეხა სტანდარტულია, ნუ პანორამა რა თქმა უნდა, ნუ იდეალურია. მე ზოგადად უფრო დახურული სივრცე მევასებ ავტომობილში, ამ ნაკლები შუქი რო შემოდის, ამიტომ ამ პანორამას დავკეტავდი, მაგრამ ვისაც მოწონს, შეგიძლიათ გაშალოთ და ზევიდან უკვე ყველაფერს ხედავდი, რასაც აკეთებ. ღილაკები, ნუ ეს თავარი ბარმენიუ, თავარი ჯოისტიკი, მულტიმედიისთვის რომ ვაკონტროლოთ, მანქანის ფუნქციები შევუსწავლოთ. აქეთ უკვე ეს რეჟიმები, ჩვენი რეჟიმები, როგორ გვინდა გადაადგილება, ანუ აქედან ვირჩევ დაკიდების სისტემა გვინდა, ეგ ყველაფერი როგორ M-ი, მაგალითად ორი ღილაკი აქვს, M-ის ამ კონფიგურაციას ავარჩევთ, აქედან ყველაფრიდან დავარეგულირებთ და უკვე ის არჩეული კონფიგურაცია M-ს დააჭერ იული რაღაც სიტყვაზე, აი თოლში როგორც გინდა, როგორი იყოს ისე და ტრასაზე თუ გინდა ან ტრეკზე რომ მოხვდი, პირდაპირ დაყენებული გექნება M2-ზე, როდესაც გააქტიურებ ამ ღილაკს, უკვე შენ იმ რეჟიმში ატარებ ავტომობილს, რომელიც შეურჩიე წინასწარ. ანუ აღარ გიწევს ყოველ ჩაჯდომაზე ახლა რაღაცები რჩევა. M1, M2 დამახსოვრებულია. ან ერთს აიშევ, ან მეორეს. თავარი დისპლეიც, ნუ საკმაოდ, აი პირდაპირ ვიძახი რომ მომწონს. იმიტომ მომწონს, რომ არ არის უზარმაზარი, არ არის რაღაცა ტრაქში რო იყურება ისეთი, ლამაზად ცენტრში ოდნავ ეს მოტრიალებულიც კი არის ჩემსკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძღოლზეა გათვლილი ეს ავტომობილი. ყველაფერი არის მარტივად მისაღწევი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სადღაც რაღაც დისკომფორტს არ განიცდის ძღოლი. ეხლა გვერდზე და უკან თუ ვიღაცა რაღაცას ვერ ხედავს, ეს იმათი პრობლემაა, მაგრამ ძღოლი მართავს ამ ავტომობილს და ძღოლი იხდის ამ ავტომობილის ფულს. ნუ სალონში ეხა პატარ-პატარ ის ფუნქციები, რაც უკვე სხვა თანამედროვე ახალ ძვირიან ავტომობილებს აქვს, ამასაც აქვს, შეგვიძლია განათება ავიღოთ სალონზე, რაც ფერები შეუსვათ და ვიმაიმუნოთ, რომელი ფერიც გაგვისწორდება, იმ ფერზე დავაყენოთ, ან ხასიათის მიხედვით ვცვალოთ, უბრალოდ ისე. თავარი მენიუდან, დისპლეიდან შეგვიძლია შევიდეთ თავარ მენიუში, ავტომობილის მონაცემებში, გადავაკეთოთ რაღაცები, მაბრუნებელი მომენტის გადანაწილება შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ აი მეტი წამოიღოს სიტყვაზე უკანა მხარეს და ეს რაღაც ვათამაშოთ და ეგეც არის იმას დამოკიდებული, რომ შეგვიძლია ჩვენ საშუალებას გვაძლევს ეს ავტომობილი, რომ მოვირგოთ ყველაფერი. ასევე ლანჩ კონტროლი აქვს, იმიტომ რომ არის M-ი, ეხლა ზოგადად ლანჩით არ ვაპირებ დასტარტოს, იმიტომ რომ ზამთრის საბურავებზე ვდგავარ და საფარი არის ტალახიანი.
საფარიდან რომ გადავიდეთ გზაზე თოვლია, ამიტომ ლანჩის გამოყენებას აზრი არ აქვს. თუმცა ამ ლანჩით უკვე გითხარით, რომ დაახლოებით 0-დან 100-მდე აჩქარება აქვს 4 წამი, რაც საკმაოდ ისეთია. კიდე ხალხს გაუსვა, ეს არის მძიმე ავტომობილი. ზომასაც შევეხები, რატო ვახსენე? ზოგადად არ ვახსენებ ხოლმე, ბევრს ზომაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ საშუალო ზომის SUV მე ძალიან მომწონს და გეტყვით რატო. ეს ის ჯიპი არ არის, რომელიც შეიძლება რომ ჩააგდო სადაც ტალახში და დედა ოფროუდზე. ამიტომ საშუალო ავტომობილი ზოგადად ქალაქისთვის არის კარგი იმითი, რომ ყველანაირ ფორმებში და ფარგლებში ჯდება, იმიტომ რომ პარკინგი შედარებით მარტივია. ხა ძალიან დიდი ჯიპით, როდესაც ყოველდღე გიწევს მოძრაობა, გადაადგილება ქალაქის ქუჩებში, ცოტა რაღაც დისკომფორტს განიცდი. ხა პიკაპით და რაპტორით ცოტა რთულია ყოველდღე სიარულია, ეს რომელიც დიდი ჯიპებში ითვლება. ამას საშუალო ზომა აქვს, პატარა არ არის, რაღაც კომპლექსი არ გექნება. შეუძლებელი საკაიფო ჯიპია, რომელიც არის ძალიან ჩქარი. რავი, კარგი შერწმა უნდა. თოვლი იმისთვის არ აგვირჩევია, ვიგუნდაოთ. ალბათ მიხდით თოვლში რატო წამოვიდი, იმიტომ კვადროდონატი გვინდა რომ გავაკეთო. დრიფტი არის ყველაზე გასართობი დრიფტი არის, ჭეშმარიტება და ზუსტად მაგითო ვარ ჩამოსულები. ზოგადად ძალიან ბევრი აკომენტარებს ხოლმე, აი ფასი გითხარი და წვა რამდენს წვავს და ანუ ისეთი კომენტარი არის, რომ ვერ ხვდები, ანუ ან ფასი რაში გაინტერესებს წვასთან მიმართებით, ან შედარებით, მაგრამ რა თქმა უნდა არ არის პრობლემა, მაგასაც ვახსენებთ. ეს ავტომობილი დაახლოებით მეორადი $60,000 ღირს, დაახლოებით კარგ ფორმაში რო შეიძინოთ და წვა არის, აი გორავი ნელა, ეხლა ჩვენ როგორც დავდივართ, არა M რეჟიმში, წვავს 18 litrს, რაც საკმაოდ ნორმალური არის. აი საკმაოდ, იმიტომ რომ ძველი ავტომობილები, რომლებიც ამის ნახევარსაც ვერ დადიან და ამის ნახევარი ცხენისძალვა აქვს, ისინი წვავენ 18 litrს. ამიტომ მანქანა, რომელიც არის მდიდრული, რომელიც არის გამორჩეული და იშვიათი, მით უმეტეს საქართველოში, რავი, ეს წვა მე მგონი არ უნდა იყოს პრობლემა. მოდი ერთი-ორი პატარა მინუსიც ვთქვათ, ну შეიძლება დიდი მინუსი ეგ არ იყოს, უბრალოდ ყველა ავტომობილი არის შედარებითი. რაღაცას შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც იდეალურია და ყველაფერს ჯობია. ყველა ავტომობილი, როდესაც ჩვენ ვყიდულობთ, ვარჩევთ, ანუ შედარებითია რაღაც იმ თანხაში, რომელიც ჩვენ გვიჭირავს ხოლმე. მოდი წინა მოდელს შევეხოთ, პატარა მინუსები ავღნიშნოთ ამისი. E70, ანუ წინა NX-ის გამოიმუშავებს, ანუ ძრავი, იგივე 4 და 4 ტურბინიანი, გამოიმუშავებს 555 ცხენის ძალას. ეს გამოიმუშავებს 575 ცხენის ძალას. ანუ წლოვანება გავიდა, მანქანა დაიხვეწა, რაღაც დიზაინი ოდნავ შეიცვალა, ოდნავ ის, რაღაცა მიემოედებოდნენ, გააკეთეს ყველაფერი და საბოლოოდ რა 20 ცხენი მოუმატეს? ანუ 20 დედა ცხენი მოუმატეს, ეს არის რომ ელიაოზე წახვიდეთ და რაღაც დამპალი 20 ლარიანი ფილტრი დააყენო. ანუ ეგ გააკეთეს, მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და ადგენენ და 20 ცხენით მეტი გამოუშვეს. ნუ ეგ ჩემს არის მინუსი. იმიტომ რომ მაშინ რა აზრი აქვს, ანუ ძველი ჩეგის გაიყიდო. მარტო დიზაინში თუ იხდი ამ ხელა თანხას, რატო? ბაკურიაში ვართ, ეხლა ნუ მიყვარს აქაურობა, ყოველს ამოდივარ ხოლმე რაღაცა ასწორებს. მაგრამ დღეს რასაც ხედავ, ეხლა რაღაც მიკვირს, ანუ იმდენი ხალხია, ასწორებს ბევრი ხალხია, მაგრამ საცობში იმდენი ხანი ვდგავართ, ბაკურიაში ვართ, პეკინზე ვდგავართ, თბილისში ვეღარ ვიგებ. ანუ მანქანაში ვიზია საცობში ვდგავ. ანუ რატოა, რა ხდება, რა ბაზარია. Heads up display რა თქმა უნდა არის, M-ებში ზოგადად უკვე იგივე F-ის M-ი რო გადავიღეთ, იმაშიც ნუ იყო და სტანდარტულია M-ის შემთხვევაში, კონფიგურაციის შემთხვევაში იცვლება და ნუ უკვე მე ტახომეტრის სენი ამოდის და რაღაც ფუნქციები, რომელიც უფრო ადრენალინზე მოყავხარ და გამოყვა ამ ადრენალინს, რაღაცეები იცვლება, სიმსივს იწევს და ეს ღრიალი რომ მოდის მოტორის, ნუ უფრო ვიხლოპი ამ შემთხვევაში ვიდრე ძრავის. Ну, რაღაც ეგენიც არის დამატებული ხასიათისთვის, რა უცებ. უბრალოდ დაგარტყავს თავში რაღაცა, ჩააფარებ, ეგრევე დააჭე რაღაცებს, შეიცვლება.
ჩვენი მუღამი მოვიკალით, ეს კვადრო დრიფტი და პატარაზე გავსწელდით, გამოვსწელდით, ჩავაჭერთ, ხოლში დავლანჩეთ და ანუ დავსტარტეთ რაღაცა 4-ით ვიბუქსავეთ და ერთი სიტყვით ჭკუაზე არ ვიყავით. ზუსტად მაგას მინდა შევეხო, ამ მანქანაში შენ ვერ ირჩევ იმ რაღაცა, რომელი ხიდი ჩართო და რაღაც რიჩაგი გადმოწიო და რაღაცა გაუკეთო ისეთ რას დატკა ჩართო. ან მანქანა თვითონ ირჩევს, თვითონ ხდება სათხარს, ადიმყოფები და თავში რა გიტრიალებს და იმის მიხედვით უკვე არჩევს ამ ფუნქციებს, რომ შენ იმოძრავო კომფორტულად. რაც შეეხება გამავლობას, ნუ ეხა პირდაპირ ვიძახი, რომ ცუდი საბურავები არ გვიყენია, ახალი ზამთრის საბურავები აყენია 4-ვე ამ ავტომობილზე და ნუ აი თოვლზე ძალიან მარტივად კი არა, უკვე რისკითაც და უკვე გავუთამამდი ამ მანქანას. საკმაოდ ისეთი მარტივი სატარებელია, ნუ არ გავჩერებულად არსად, მე ვიძახი ნუ ჩაუბრუნ თოვლიან გზაზე, ეხა ეს სადაც ჩავაგდოთ ეხა 5 მეტრ თოვლში, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვეღარ უშველის, მაგრამ როდესაც თქვენ ყავთ ესეთი ავტომობილი და ქალაქგარეთ გადიხართ, მით უმეტეს ესეთ ამიჩი სადაც თოვლიანი გზებია, არანაირი პრობლემა არ უნდა შეგექმნათ ტარების დროს, თავარია გეყენოთ ზამთრის საბურავები. ეხლა ბევრს ქონია ეს აი X-ის დედავატირე იქ ვერ ამიყვანა და რაღაც და უყენია აი ნახევრად სლიკი საბურავები, რომელიც უნდა გეყენოს ტრეკზე. ანუ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დიდი პროტექტორი აქვს საბურავს, რომ შენ თოლში ცივლი. იმ პროტექტორს აქვს თავისი დანიშნულება, ამიტომ ზამთრის საბურავი, იმიტომ არის ზამთრის საბურავი, რომ უნდა დააყენოს ზამთარში, იმ სიცივეში, იმ პირობებში, რომ იმუშაოს იდეალურად და ზაფხულის საბურავი, შემცველობა, რომელსაც აქვს მეტი კაპრონი, ანუ უფრო უხეში საბურავი არის და ხისტია, ის არის ზაფხულისთვის, რომ მშრალ ასფალტზე და მშრალ პირობებში მოგიწიოს სიარული. და ეს ყველა სეზონის საბურავის დედავატირე, არსადარო არ გა, არც იქ და არც იქ, ეგ არის რა 3-1-ში, რომელიც რეალურად მაგარი ბანძია, აი ყავას რო კიდო და მაინც შაქარი რო უნდა დაამატო, იმიტომ რაღაცა აკლია, ეგრე არის ყველა სეზონის საბურავი. ამიტომ მაგაში მეგირჩევდით, რომ დიდად ფული არ დახარჯოთ. ან ზაფხულის იყიდეთ და კარგი და ზამთარი დაიკიდეთ თუ თქვენ ქალაქში არ თოვს, ან ზამთრის გეყენოთ და იარეთ. უბრალოდ ზამთრის საბურავი უფრო მარტივად ვწდება სითბოში. მოვიდით ძალიან მაგარად გოს, ულამაზეს ადგილას, ესე მთაში ადის პირდაპირ ეს გზა. აი თავი როგორ უნდა შეიკავო ამ გზაზე, რომ დრიფტით არ გაიარო ბოლომდე, ნუ მე არ ვიცი, იმიტომ მთელი გზა არის ეს მოხვეული, თუმცა ძალიან საკმაოდ საშიში, იმიტომ გადასავარნებია ბევრი, ამიტომ ვიღაცამ შეიძლება იმაიმუნოს და ბოლოს აქედან გადავარდეს და დაამთავროს ბორჯომში ეგრევე. უღრმესი მადლობა ჯაფსონას, ჩვენ მეგობარს, ეს ნომრები ალბათ გეცნობათ, იმიტომ რომ ყოველთვის მაგარ მანქანებზე ეყენა Bro 007, რომ ეს ავტომობილი გვათხოვა და ორგანიზება გაუწია ჩვენ აქ ყოფნას, ერთად გავერთეთ მაგად, ერთად რაღაცა გავატარეთ, კარგი დაუვიწყარი დრო, მით უმეტეს ეს ავტომობილს გადავიღეთ, ამიტომ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჯაფსონას. ჩვენი X5M-ის გასაღები, რაღაც უცნაური ფორმა აქვს, სპეციალურად გაჩვენეთ ეს, რომ არ არის ერთ სიმეტრიული არა, რაღაცნაირი ფორმა აქვს, თავისი სტილია შერჩეული, რაც ძალიან საინტერესოა. ნუ ყოველთვის შემთხვევაში ალბათ ბევრმა არ იცოდა როგორი იყო და განახებს რომ ესეთია. ნუ დისპლეი არ აქვს, მაგრამ პილაკები აქვს, სტანდარტული. გადავიდეთ უკვე დასასრულისკენ, შეგვიძლია შევაჯამოთ ჩვენი ემოციები, ჩვენი მონაცემები ამ ავტომობილის და ზოგადად თუ რას ფიქრობთ და როგორი ემოციები გადმოგცა. ის რომ თოლში მაგრად გამისწორდა, მაგას ნუ ეხლა ვიძახი. აი ეხლა ვიძახეთ, თოლში ძალიან მაგარია, კარგი საბურავები თუ შეურჩიეთ, თოლში აი მაგრა გაერთობით ამ მანქანით. ძალა ამას არ აკლია, ჯანი ამას არ აკლია, კომფორტი ამას არ აკლია, ფუნქციები და რეჟიმები ამას არ აკლია. ერთადერთი რაც აკლია ამ მანქანას ის არის, რომ როდესაც თქვენ უკვე მოგიწევთ სერვისში მისვლა, აი ზუსტად მაგ მინუსებს ვუკავშირებ, რომ სერვისში მისვლა, როდესაც მოგიწევთ, აი ამ ყველაფერს შეცვლა, იგივე ზეთის გამოცვლა, იგივე ხიდის ზეთის გამოცვლა, გადაცემა და კოლოფის ზეთის გამოცვლა, იქ ფილტრების გამოცვლა და ბევრი 1000 რაღაცის შეცვლა რომ მოგიწევთ, აი მან მიხვდებით, რომ არც თუ ისე იაფიანი შესანახი არის ეს ავტომობილი. ერთი 3000 ლარი ეგრევე გაგძვრებათ რა. ეგ არის ერთ-ერთი ცოტა მინუსი. ნუ ცოტა როგორ გითხრათ რა, ეხლა შეიძლება რაღაც შემოსავალი კონდეს და შეაგრო რაღაც ფული და იყიდო, მაგრამ მარტო ყიდვა ამ შემთხვევაში არ არის. ანუ მარტო ყიდვით ვერ გამოძრებით. ანუ თქვენ უნდა გქონდეთ სისტემატიური რაღაცა 2 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ უნდა
შეაგორო, რაღაც დიაგნოსტიკა ჩაუტარო, ნუ BMW-ია, ხა დიაგნოსტიკის garaში ვერ გამოწვევი, რაღაც არ დაევასება, რაღაც თუნდაც საწვავის ჩასხმის დროს ბაგს გაგიღებენ, სანამ მანქანას ჩაახვევ, ეგრევე ჩეკი, всё, დავე წავიდა 1.30-60 ლარი, გააჩნია სადაკეთეთ ამ დიაგნოსტიკას, რომ დასბროსოთ. მეორე მინუსი, ნუ ეს მინუსი არ არის, ეს უფრო რჩევა იქნებოდა თუ შეგროვებული ფული ვიღაცა ყიდულობს. ცოტა რთული შესანახია, მაგრამ თუ რაღაც ფული გიგდიას, ისე რაღაც, ანუ აი მოდი 1X5M-ს დავითრევ და ეგდოს, ეგრე ბაზარი არაა, ძმაო, იმაგრა იკაიფებთ. მეორე მინუსი, რაც თქვი, ეს იყო ძველისგან განსხვავებით 20 ცხენის ძალა, აი მაინც მაგას უბრუნდები, აი თავიდან არ ამონდის რა, აი ხო არის პროექტი ეს გუნდები ხომ მუშაობენ, ზოგი M5-ზე მუშაობს, ზოგი M3-ზე მუშაობს, ზოგი M4-ზე მუშაობს, ზოგი დიზელზე მუშაობს და აი უფროსი ზის BMW-ში, აი თავია ეს ზევით ვინც ის რა, ეს ლიფტით რო ზევით ადიხარ ბოლოში, იმ ტიპთან ადის ეს გუნდი და ეუბნება ჩვენ შევქმნით ახალი X5 ვიდიხარ და ეუბნები 20 ცხენი მოუმატეთ, ანუ აი 20 ცხენი მოუმატეთ, ტიპთან ადიხარ რაღაცა გელოდება ახალი პროექტით რო შედიხარ და ძველი მოდელისგან განსხვავებით 20 ცხენი მოუმატე. ანუ შედარებისთვის რომ მოვიყვანოთ სხვა M-ია, M5 მაგალითად, E39 დუტი პიცოტი M5 მონსტრი რა, ქონდა 400 ცხენის ძალა, 8 ცილინდრიანი იყო და ბაზარი არა, მაგარია. თან რომელ წელს ხონდა, ძალიან მაგარია. ავიღოთ ეს 60. გამოვიდა 507 ცხენით, რაღაც 10 ცილინდრიანი. ნუ 100 ცხენი ნაბიჯი იყო, ეგრე გადადგეს ესე. მაგრამ აი ამდენი წელი ჭირდებათ, რომ ეს რაღაც 100 ცხენი გადაიდგას ეს ნაბიჯები და ამ შემთხვევაში 20, ანუ 50 მაინც ყოფილიყო ისე, რომ აი ამის შემდეგ კიდე 50 მიამატო. არ ვიცი, აი ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ ცხენების მომატების დრო მე მგონი უკვე გადის პირიქით. ნახევად ელექტროავტომობილებზე გადავდივართ, ამიტომ ბევრი ძირითადად ჩვეულებრივები, არა M-ები და არა AMG და რაღაცეები, ალბათ უკვე ცოტა ხანში გადაიხვეწება მარტო სპორტული ავტომობილები დარჩება შიდაწვით. მე ესე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, ნუ დიზელებს რო ფაქტია, რომ აი უკვე გადაშენების პირას არიან, ევროპამ უკვე გვანახა ეგ, რომ დიზელები უკვე всё წარსულია, იმენა ტაოტია, ნავთია დიზელი, აი ვეთრო სკოლაში რო ფეჩები იყო ნავთის, აი ეგაა დიზელი უკვე. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რაღაც ცოტა საახალწლო განწყობა, რაღაცა თბილისში გუნდა არ კეთდებოდა და ეცადეთ რომ აქ წამოსულიყავით თოლში. ეს იყო ჩვენი უხეში ტესტ დრაივი. იმედია მოგეწონათ, ისიამოვნეთ, რაღაცა განწყობა გამოგიხალისეთ. წინ გვაქვს ძველი ახალი წელი, მეორე ბედობა, მესამე რაღაც ჩიჩილაკის დაწვა და ერთი სიტყვით. ძალიან ბევრი დღესასწაული დაგვჭა, ამიტომ ყველაფერს წინასწარ კიდევ ერთხელ გილოცავთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი უხეში ტესტ დრაივის ყურება შეგიძლიათ პოსტივის არხზე 22 საათზე ყოველ კვირას და ასევე ყოველ კვირას 23 საათზე დაიდება ჩვენი ვიდეო უკვე ჩვენ პირად YouTube არხზე. მე ვარ გიორგი სარიშვილი, ეს უხეში ტესტ დრაივი, მომავალ შეხვედრამდე. შეტვის არ უთქვა, აიცა. ჩუმად იყავ. სო, შევედი. ვარ, გამოვედი დამელოდეთ რა, 2 წუთში ვანდავარ რა. ხო, ჩამოვდივარ რუმში და